რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გამოგვიწერეთ, მოგვიწონეთ, მოგწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მე თავიდან ოფიციალურ ინფორმაციას წაგიკითხავთ. პარტია ხალხის ძალის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაში ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა, რომელიც 2026 წლის 21-22 მაისს ბიშკეკში ყირგიზეთში გაიმართა. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ამ პარტია წოდებულებმა გაავრცელეს. ძალზის ხალათ რომ ვიცნობთ ყველანი. ხო და ახლა ჯერ სუბრეგიონული ვთქვათ რა არის თუ ჯერ ეკა სეფაშვილი ვინ არის? კაი, ქალბატონი გავატაროთ ჯერ. ეკა სეფაშვილი აი იმ ცუდი ხელისუფლების დროს სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ანუ ევროინტეგრაცია ებარა რა. მერე ის უღელი რომ გადააგდო და გათავისუფლდა, საკუთარი ხელისუფლებისგან რომ გათავისუფლდა რა. მერე კიდევ უფრო აიწია თანამდებობრივად და მთავარი მრჩეველი გახდა იმ სახელმწიფო მინისტრის. მერე კი უცებ გეყოფა ხა ამდენი ბრიუსელები და მოდი სოფელს მიხედეო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე დააწინაურეს ეს კალი. ძალზის ხალაში როგორ აღმოჩნდა არ ვიცი მართლა გითხრათ. ქოცებმა ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიდეს და ეგაა. და ახლა ამ ნაევროპელ ქალს აზიის მიმართულება ჩააბარეს მგონი. აბა ხა ევროპაში აღარ უშვებენ პრინციპში მაგადა. როგორც აი ხა მაგის პრობლემებია. მაგრამ მე პირადად სუბრეგიონული შეხვედრის გეოგრაფია უფრო მაინტერესებს. და რომელი ქვეყნები შეხვდენო? პარლამენტარები. ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. რა იყო? თემურლენგმა დაგიბარა თავისთან ქალო? გურჯისტანის ულუსის სახელით მაინც და მაინც შენ შეგარჩია მერე ბორია? რა ვიცი, აბა მაგ ხალხში საერთოდ როგორ მოხვდი? ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სახელით თან. თუ რავი აღარ ვარ. ამ უაღრესად საინტერესო და უაღრესად ნაყოფიერ შეხვედრას უძღვებოდა ყირგიზეთის ვიცე-სპიკერი. ყველაზე მაღალი სტუმარი კი იყო ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი ულან მამატკანოვი. ხო, ჩაისვამდი და მეც გადამწყვეტა როცა ვიკითხე, მაგრამ მართლა ეს კაცი იყო მოწვეული სტუმრად. აი მართლა. და მართლა მამატკანოვი აგვარად. იჯდა მე ესაწყალი და საერთოდ მამატკანოვი გახდა და უსმენდა ეკა სეფაშვილის სიბრძნეებს. უკანასკნელ წლებში საქართველომ განვლო მოწინავე საერთაშორისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მასშტაბური გზა. ამისა და ამ ნაირების საერთაშორისო კანონმდებლობა ხო გახსოვთ? ეგ არის რუსული კანონები, რომელიც სულ პირველად ამ ძალზის ხალით სახელით შემოგვტანა ბორიამ. კი, საწყალ ყირგიზებსაც სხვა ბორიამ იგივე კანონები დაუწესა იმავე წლებში. ასე რომ სეფაშვილს გამოცდილების გამზიარება შეუძლია. საქართველო უდიდეს პოტენციალს ხედავს ჩვენი რეგიონის პარლამენტებს შორის მუდმივი არხების დაარსებაში. ეს ყველაფერი შეგვაძლებინებს გაცილებით სწრაფად ვიმოძრაოთ წინ. და ბოლოს მინდა გითხრათ. ქალთა უფლებების გაფართოება არ ნიშნავს კაცთა უფლებების შეზღუდვას. ეს ჩვენი საზოგადოებების პოტენციალის გაორმაგებაა. არ მაქვს უფლება ამ სიბრძნეს ტაში არ დაუკრა. რა თქმა უნდა, ამას იქაც მკუხარე ტაში მოხვა. იმდანაც მკუხარე, რომ ეკამ ვერ გაიგო კითხვები პოლიტპატიმარი ქალი ჟურნალისტების შესახებ, თორემ უპასუხებდა, ეჭვიც არ მეპარება. ვერც სასიკვდილოდ გამეტებული ჟურნალისტების შესახებ. ვერ გაიგო კითხვა. ვერ გაიგო კითხვა რუსის ბანერს რომ რუსი მიაწერა, ის ქალი რატომ დაიჭირეთო. ვერ გაიგო კითხვა მთელი თვე რომ საწყალი დედები ქუჩაში ათენებენ და აღმებენ, იმათ შვილებს წამალს როდის აღირსებს თქვენი მთავრობაო. ვერ გაიგო კითხვა როგორ მიდის იმ გოგონების საქმის გამოძიება, ვისაც ხარების გელკაცები მიკროავტობუსებში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. თორემ მაგასაც უპასუხებდა ყველაფერს, რა თქმა უნდა. სუბრეგიონული შეხვედრა მასზე ეკა სეფაშვილის დასწრებით გაბწყინებული დასრულდა. სეფაშვილი დაბრუნდა თბილისში და ახლა რომელიმე კომიტეტზე იმ პარლამენტში ალბათ წარადგენს თავის უკიდურესად საინტერესო მოხსენებას. სად იყო, რა ისწავლა და სად და ვისგან. ოღონდ ქალბატონო ეკა, იმის დამატება არ დაგავიწყდეთ, რომ ეგ შეხვედრა გაეროს მხარდაჭერითა და იაპონიის მთავრობის ფულით ჩატარდა. და თქვენივე კანონებით ახლა მგონი უცხოეთის აგენტად რეგისტრაცია გეკუთვნით. გურჯისტანის ულუსში. დაასახელოს
კონკრეტული არგუმენტები რით უშლის ხელს მეტი გამჭირვალობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დაასახელოს კონკრეტული არგუმენტები და არა ასე ზოგადი და მოვუწოდებ ორმაგი სტანდარტების გამოყენებისაგან თავი შეიკავოს. რა თქმა უნდა, უფრო დაუახლო და გადახედეთ საქართველოს მიერ ევროდირექტივებისა თუ სხვა ამოცანების შესრულების შესახებ ანგარიშს და ყოველდღიურად ჩვენ ნაბიჯ უახლოვდებით ევროპას. ევროკომისარმა პირდაპირ განაცხადა ღია ეთერში საერთაშორისო და ყველა ქვეყნის გასაგონად ისინი ეძებენ შავ ხორლებს იმისათვის, რომ საქართველოში შემოიტანონ შავი ფული. და მე მაშინაც განვაცხადე, რომ თუ შემოიტანენ და თუ იპოვიან ამ შავ ხორლებს, ჩვენ რა თქმა უნდა დავგმანავთ. არ ვიცი რატომ გამოეპარა ეს ამბავი დანიის პოლიციის უსაქციელობაზე გადარეულ ქართულ მედიას, მაგრამ დარწმუნებულია რუსებს არ გამოპარვიათ და უკვე ბომბავენ ივანაშვილს, რომ რამენაირად შეუშალოს ამას ხელი. შედარებით უფრო სწავლობას კარგად ახსოვს, რამხელა იმედს ამყარებდა 90-იანების ბოლოსკენ საქართველოს რაღაცა მილსადენზე, მაშინ თეორიულზე, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთამდე უნდა აშენებულიყო და არა მარტო საქართველოს. იმ პროექტს ხელი ამერიკის პრეზიდენტმაც კი მოაწერა, იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა. ახლა არანაკლები ამბავია, თუ გამოვიდა და ამისთვის ყველამ უნდა ვილოცოთ. ერდოღანმა ნატოს წარუდგინა სამხედრო ნავთობსადენის მშენებლობის გეგმა თურქეთიდან ბულგარეთამდე, რუმინეთის გავლით. მშენებლობა $1.2 მილიარდი დაჯდება და 32 წევრიანი ალიანსისთვის ეგ მართლა ბევრი არ არის. პროექტი ადრე შეიძლება ვიღაცის თავში არსებობდა, მაგრამ სოფლიოს აწყობილი ჰქონდა აქამდე ტანკერები ტრანსპორტირების გლობალური სისტემა. შემდეგ კი მოხდა ირანი და ჰორმუზის სრუტის შახერგვის შემდეგ თურქეთ-ბულგარეთის მილსადენი ბაზრის მომარაგების ყველაზე პრაქტიკულ გამოსავლად ჩანს. თურქების გეგმით მილსადენს ექნება მხოლოდ სამხედრო დანიშნულება, გამონაკლისის გარეშე. ნავთობი, რომელიც მასში გაივლის, ჩაისხმება მხოლოდ ტანკებში, საბრძოლო ავიაციაში, სამხედრო ხომალდებში. ამ საწვავით უნდა მოამარაგოს ნატომ ტექნიკა თავის აღმოსავლეთ ფლანგზე. და რა ხდება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე? ნატო იქ ომისთვის ემზადება. კი, ემზადება. ნამდვილი ომისთვის. უახლოეს 2-3-5 წელიწადში. როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მოსკოვი დაიწყებს ჯარების გადასროლას ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგისკენ. ეს იციან. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ჯარი და ჯანი შერჩა. კონფლიქტი ჩვენს ზღურბთანაა. რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპაში და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის იმავე ხარისხით, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. წარმოიდგინეთ, კონფლიქტი, რომელიც შევა ყველა სახლში, ყველა სამსახურში. გრევა, მასობრივი მობილიზაცია, მილიონობით გადაადგილებული პირი, საყოველთაო გასაჭირი და უზარმაზარი მსხვერპლი. საშინელი ფიქრია, მაგრამ თუ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, შევძლებთ ამ ტრაგედიის აცილებას. ვალდებულებები, რომელთაც გენერალური მდივანი ახლა ახსენებს, არის თავდაცვითი ხარჯების აყვანა 5%-მდე, რაც ალიანსმა 2025 წლამდე უნდა შეასრულოს. ოღონდ თავად არ ჯერა, რომ ამდენი დრო კიდევ აქვს დარჩენილი. ორ თვეში ანკარაში იმართება ნატოს სამიტი. იქამდე 32-მა ქვეყანამ უნდა შეისწავლოს ერდოღანის ნავთობსადენის წინადადება და მოამზადოს დასკვნა. კი ან არა. ხო, გითხარით, რომ მშენებლობა $1.2 მილიარდი დაჯდებოდა. ამ ფულით მილი გაიჭიმება თურქეთიდან რუმინეთამდე და ბულგარეთამდე. და თურქეთამდე? თურქეთამდე მილსადენი არსებობს და ჩვენ მასზე ვსხედვართ, ვდგავართ. პროექტის მიხედვით არსებული ინფრასტრუქტურა სავსებით საკმარისი იქნება იმ ახალი მილსადენის შესავსებადაც. მილიონობით ტონა ნავთობი, პოლიტიკურ ერთეულებში რომ გადავიყვანოთ ახლა. ნატო განიხილავს და ღმერთმა ქნას მოიწონოს პროექტი, რომელთაც მისი ტანკებისა და გამანადგურებლებისთვის აუცილებელი საწვავი გაივლის საქართველოს. ამას დაუფიქრდეთ. და ახლა გამოყავით ენა და თქვით, იმ ექსპერტებმა და პროჭრელელებმა, ვისაც გონიათ, რომ არსებობს შანსი ნატომ $1.2 მილიარდი ჩაყაროს რამეში, მთელი აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება და ბოლო-ბოლო საკუთარი ბედი გადააწყოს ახალი პროექტის შესაბამისად და ვიღაც სამკუთხედმა ხიხომ და მისმა ხელისბიჭებმა პროექტის შუაწელი ჩაუტეხონ, ჩვენ რუსეთში გვინდა. რომ არსებობს შანსი, რომ ნატომ საკუთარი მომარაგება რუსეთის წინააღმდეგ, როგორც თავად ამბობს, გარდაუვალ ომში. რუსეთს ან მის სატელის ჩააბაროს. ამის შანსი თუ არსებობს. და ვის გჯერათ ამის? ვის გონიათ, რომ ამის შანსი პროცენტის 1000-ზე მეტია? და ვის გონიათ, რომ ვინმეს, ვინც კი რამეს მსგავს, რამე იმნაირს, თავში მაინც გაივლეს,
უკეთეს შემთხვევაში პიჟამოთი და ხელბორკილებით არ წაასხამენ ბრუკლინის სასამართლოში. უარეში კი მისივე გამხმარი ბაობაბებით არ შეუკრავენ 4 ფიცრიან ყუთს. ესე იგი, 30 მაისს გვაქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ხუიჩა 11 ივნისიდან 19 ივლისამდე მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ივნისი-ივლისში უიმბლდონია, მერე გვაქვს ტურ დე ფრანსი, ლამის მთელი ივლისი და 22 აგვისტოს საფხულის სპორტულ სეზონს შეაჯამებს ფინეთი, ერთი მსოფლიო ჩემპიონატით. აი, ჩემპიონატის უნახავს რომ გახდეს ისეთით. არქტიკაში, ლაპლანდიაში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ხეების ჩახუტებაში. რავა? მე და შეიძლება თქვენ ეს ტრადიციული ქართული სპორტი მეგონა. გურიაში გავრცელებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ლელო ბურთივით რა. მაგრამ არ ყოფილა ასე. ან შეიძლება აქენა გავრცელდა, რა ვიცი. ეგეც სანდო ვერსია. მოკლედ, ხეების ჩახუტება უკვე კომერცია ყოფილა. აი, სოფელიც არ ქვია, საოჯახო სატყეო მეურნეობაა, სახელად ჰალლიპუ, ალბათ ასე წარმოითქმის ფინურად. ხო, უნდა გააგრძელო იქ ბგერები. ჩემპიონატი კი წელს უკვე მე-7-ე ტარდება. არა, მართლა, როგორ გამოგვეპარა? ჩვენ ხეების ჩახუტების ამხელა ტრადიციის მქონე ხალხს ეგ როგორ გამოგვეპარა? ხეების ჩახუტების ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტი ამ ჰალლიპუს მფლობელი ოჯახია. იდეა კი კოვიდის დროს გარჩენია, თუმცა ადამიანებს კონტაქტი შეზღუდული ჰქონდათ. ისა ხა ლაპლანდიაში რო ცხოვრობდა უახლოეს მეზობლამდე 30 კილომეტრია ხეს უნდა ჩაეხუტო, აბა. მithumetos თუ ყველანაირი სოციალური კავშირი პლუს კიდევ შეზღუდულია. ამ პანდემიის დროს ფინანსურადაც გაშიშვებიათ, როგორც ჩანს და დაუწყია თავიანთი ტყის მყიდველების ზებნა. მერე კი მათში ნაღდმა ფინელმა გაიღვიძა, რას ქვია ხა მამაპაპისეული ტყე გავყიდო, შეშადა ვიღაც შვედებს მივყიდო, იკიას ავეჯის საწარმოებლადო. სადაც შობილო არ გავზრდილო არო, მოკლედ არაო რა. და მოიფიქრეს ალტერნატიული გეგმა, როგორ დააწერინონ ხეებს ფული ისე რომ არ მოჭრა. პირველი რაც მოიფიქრეს მსოფლიო ჩემპიონატია. აგვისტოში ლაპლანდიაში ჩასული მონაწილეები ისევ ერთმანეთს სამ დისციპლინაში შეეჯიბრებიან. სწრაფ ჩახუტება, ანუ 60 წამში ვინ რამდენ ხეს ჩაეხუტება, რამდენს მოასწრებს, ერთგულება, ერთი ხე უნდა აერჩიო და მისი სიყვარული განსაკუთრებულად უნდა გამოხატო. და მესამე, თავისუფალი სტილი. აი, როგორც გინდა ისე ეფერე. თავარია რომ ჟიური დარწმუნდეს რომ ჭეშმარიტი დენდროფილი ხარ. მსოფლიოს დენდროფილთა შორის უდენდროფილესი. ჩემპიონატს თავისი მოტო აქვს. აღდი ჩემპიონატია რა. ხეების ჩამხუტებლება მთელი ქვეყნისა შეერთდით. შარშან გამარჯვებული გახდა ეს მამაშვილი. უდენდროფილესები. შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა შეავსოთ განაცხადი და აგვისტოში ლაპლანდიაში ჩახვიდეთ. თუმცა აი თუ სხვა გეგმები გაქვთ მაგ დროისთვის, შეგიძლიათ ონლაინ ჩემპიონატშიც მიიღოთ მონაწილეობა. ეგეც ჩემპიონატია. მეორე კატეგორია. გადაიღებთ სურათს თქვენ საყვარელ ხესთან და წერილობით ახსნით რა გიზიდავთ ასეთი მასში. რატომ, რამდენი ხანია, ორმხრივია თუ არა ეს გრძნობა. ონლაინ ჩამხუტებელთა ჩემპიონის პრიზი გახდება მომდევნო წელს ნამდვილ ჩემპიონატზე მიწვევა უკვე ორგანიზატორთა ხარჯზე და ტყეში წანწალის მთელი კვირა. ჩემპიონატს აქვს თავისი ვებგვერდი, რომელსაც ახლა დიდი სიხარულით გაგიზიარებთ, იმიტომ რომ უამრავი ფორმით ჩართვის საშუალებას გაძლევთ. მაგალითად, შეგიძლიათ ამ ტყეში აარჩიოთ ერთი ფიჭვი და კვირაში ერთხელ ინტერნეტით მისწეროთ ხოლმე რაღაც ისეთი, რასაც ადამიანებს ვერ ეუბნებით. ამ წერილებს მერე ის ფინელები ამობეჭდავენ, ამ ხეს წაუკითხავენ, ოღონდ ისე რომ სხვა ხეებმა არ გაიგონ და მერე ფურცელს დაწოვენ. ფერფლს კი გარშემო მიმოაბნევენ. შეგიძლიათ ასევე თქვენს არჩეულ ხეს საჩუქრები გაუგზავნოთ. ოღონდ საჩუქარი უნდა იყოს ნატურალური. მიუტანენ და ჩამოკიდებენ. და ბოლოს შეგიძლიათ ხე იშვილოთ. ეგეც ფული დაგიждდებათ, რა თქმა უნდა, 300 ევრო. სამაგიეროდ შემდეგი 5 წელი ამ ხეს ვერავით ვერ მიეკარება. დიდი, არ ვიცი, მგელმა მონიშნოს ან ფოცხვერმა, ან ჩიტმა ბუდე გაიკეთოს. ხეს დაარქმევთ სახელს თქვენ. ისინი გადაუღებენ ვიდეოს, გამოგიგზავნიან შვილად აყვანის დამოწმებულ სერტიფიკატს, ზუსტ კოორდინატებს ამ ხის და მერე შეგიძლიათ ჩახვიდეთ და პირადად გაიცნოთ თქვენი ფიჭვი. ჩემპიონატში მონაწილეობის ასაკი არ არის შეზღუდული საერთოდ. დაიშვებიან როგორც მოყვარულები, ისე სტაჟიანი დენდროფილები. ამბობენ, რომ სხვა ჯიშის ხეების ჩახუტების გამოცდილება ძალიან გეხმარებათ. იმ ჩემპიონატში, თუნდაც ბაობაბების, თუნდაც გამხმარი ბაობაბების. მაგრამ ამ ჩემპიონატზე სპორტული ინვენტარი მაინც ფიჭვია და
აბას თუ მაშინ ვარჯიში ყოფილა განსაკუთრებით შედეგიანი. იმიტომ რომ საბოლოოდ ყოველთვის ყველაზე მაგარი ნაფიჭვარი იმარჯვებს. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ და მოგწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონური ვაში გადაცემა და